მოგესალმებით მათ ვინც ახლა შემოგვერთით რადიო მედიის დილის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას და გამოვეხმაურებით გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალ პროექტებს კონკრეტულად საერთაშორისო მიმართულებაზე გავაკეთებთ აქცენტს და ამ საკითხზე სასაუბროდ რადიო მედიის სტუდიაში გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტების მართვისა და კვლევის სამსახურის უფროს კალბატონ ქეთევან ყალაბეგიშვილს მასმენძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. კალბატონ ქეთევან, განათლების გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობაზე ამ სტუდიაში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, წლები არსებობს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს თავის თავზე აღებული და ხშირად საუბრობდით ხოლმე ლოკალურად მიმდინარე აქტივობებზე, პროექტებზე, რომლის მიზანიც ამ მიმართულებით მოვალთაობაში მინიმუმ ინტერესის გაღვივება და ზოგადად საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა. თუმცა დღეს თქვენთან ერთად აქცენტს გავაკეთებთ იმ საერთაშორისო შესაძლებლობებზე, რომელიც თუნდაც თქვენი მედიატორობით საშუალების სახით უჩნდება გარემოს დაცვითი თუ აგრარული მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტებს, საზოგადოებას და ამ მხრივ არსებულ რეალობაზე გითხარით პირველ რიგში რა შესაძლებლობები გაგვაჩნია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს და მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესებული ხართ გარემოს დაცვითი და აგრარული სფეროთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა საქართველოსთვის და ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს და ასევე განვითარების დიდი პერსპექტივები გვაქვს ამ მიმართულებით და ჩვენი ცენტრი დიდი ხანია მუშაობს ამ მიმართულებით. ზოგადად ჩვენი ცენტრის მიზნები და ამოცანები ეს არის გარემოს დაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში, ასევე დეფიციტური პროფესიების, აგრარული და გარემოს დაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება აგრარული და გარემოს დაცვითი თემების გარშემო მოსახლეობისთვის, ამდენად მაქსიმალურად ყველა ჩვენი აქტივობა როგორც ქვეყნის შიგნით ყველა ჩვენი კონტაქტი, ყველა ჩვენი მცდელობები, პროექტები მიმართულია ამ მიზნების მიღწევისკენ. როგორც თავად აღნიშნეთ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი აქტიურობისა ეს არის საერთაშორისო პროექტები და საერთაშორისო ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს საგრანტო საერთაშორისო პროექტები, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საგრანტო საერთაშორისო პროექტი, რომელზეც ცენტრი უკვე მრავალი წელია, ზოგზე მრავალი წელია, ზოგზე ახლახანს დაიწყო მუშაობა. ეს არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების პროექტი, ეს არის ბიომრავალფეროვნების მიმართულებით პროექტი. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებზე. რას გულისხმობს ეს? ჩვენი მიზანია და ჩვენი ამოცანა, როგორც გითხარით, რომ პოპულარიზაცია გავუკეთოთ გარემოს დაცვით და აგრარულ პროფესიებს და გადავწყვიტეთ, რომ ერთ-ერთი კარგი ინსტრუმენტი ამისთვის არის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო აქტორებთან ამ მიმართულებით, საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის დამყარება, მეტი პროექტების, გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი ინიციატივების შეთავაზება, მოძიება საზღვარგარეთ და შეთავაზება ამ ინიციატივებისა გარემოს დაცვითი და აგრარული მიმართულებით საქართველოში არსებული სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებისთვის იქნება ეს უმაღლესი დაწესებულებები, პროფესიული სასწავლებლები და ამ მიმართულებით გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელსაც ძალიან აქტიურად ვამუშავებს და იმედი გვაქვს, რომ ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოს. გითხარით კონკრეტულად რას გულისხმობთ ამ რამდენიმე პროექტში, რომელია მათში, ასე ვთქვათ, შედარებით მსუყე, რომელიც იგივე საერთაშორისო გამოცდილების ჩვენთან მეტად ადაპტირებას შეუწყობს ხელს? ერთ-ერთი ესეთი პროექტი არის ჩვენი ერთობლივი პროექტი ბერნის უნივერსიტეტთან. ბერნის უნივერსიტეტთან ცენტრმა ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც სხვა ცნობიერების ამაღლების და განათლების აქტივობებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით ხაზგასასმელი ნაწილი ამ მემორანდუმისა ეს არის ბერნის უნივერსიტეტის თავაზობს ქართულ სტუდენტებს, კერძოდ ბაკალავრ სტუდენტებს, რომლებმაც ბაკალავრის საფეხური დაფარეს, შესაძლებლობას რომ გააგრძელონ განათლების მიღება, სწავლა ბერნში მაგისტრის ხარისხის მისაღებად ცირკულარული ინოვაციებისა და
გრადობის მიმართულებით. ეს თავისთავად ძალიან საინტერესო პროფესიაა, რომელიც აერთიანებს გარემოს დაცვით მიმართულებას, მენეჯმენტს და ტექნოლოგიებს. ეს არის 100 პუნქტიანი 2 წლიანი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, რომ მიიღონ ესეთი ძალიან თანამედროვე განათლება. აქ საბუთების წარდგენა შეუძლიათ ბაკალავრ დამთავრებულ სტუდენტებს, რომლებსაც განათლება აქვთ მიღებული სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, ან მენეჯმენტის მიმართულებით, საკმაოდ ფართო სპექტრი ამ სპეციალობების, რომლებსაც შეუძლიათ რეალურად განათლების გაგრძელება მაგისტრატურისა ბერნის უნივერსიტეტში. ამ სურვილთა შერჩევა როგორ უნდა მოხდეს, ეს პირველი ნაკადი იქნება თუ ადრეც წასულან ამ მექანიზმის გამოყენებით ჩვენები და კიდევ ერთი კითხვა, სწავლა ალბათ ინგლისურად, ფრანგულად თუ აი ეს ნიუანსები როგორ არის? ალბათ ინგლისურად. კურსი ინგლისურენოვანია მთლიანად, რეალურად მინიმუმ 4 სემესტრიანია, მაქსიმუმ 9 სემესტრიანი. ეს დამოკიდებულია იმაზე სრული დატვირთვით, სრული დასწრებით ისწავლის სტუდენტი თუ ნაწილობრივი დასწრებით, რადგან ეს მაგისტრატურა არის, ამიტომ თავად ბერნის დისტანციური არა. გათვალისწინებულია ის, რომ მაგისტრები ხშირად, როდესაც მაგისტრატურაში აბარებენ, უკვე მუშაობენ სადღაც და რადგან ბერნის უნივერსიტეტი არის უნივერსიტეტი, რომელიც პრაქტიკულ ცოდნაზე და პრაქტიკულად ცოდნის გამოყენებაზე არის მნიშვნელოვნად ფოკუსირებული, ამიტომ ითვალისწინებს ესეთ შესაძლებლობასაც სტუდენტებისთვის და ამდენად თუ სტუდენტი სრული დატვირთვით ისწავლის, ეს არის 4-5 სემესტრი, თუ ნაწილობრივი სამსახურთან მუშაობასთან შეთავსებით, მაშინ ეს შეიძლება იყოს 8-9 სემესტრიანი კურსი. სწავლა სრულად მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, როგორც მოგახსენეთ. არის ბევრი დეტალი საბუთების წარდგენასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი სრული ინფორმაცია არის მოცემული ჩვენს საიტზე, ასევე სოციალურ მედიაში ჩვენ გვერდებზე და რა თქმა უნდა, სურვილს შეუძლია ასევე დაგვიკავშირდეს ჩვენ ტელეფონის ნომერზე და დეტალური ინფორმაციას მივაწვდეთ. ეს მექანიზმი ადრე გამოგვიყენებია თუ ეს მექანიზმი არ გამოგვიყენებია, ეს მიუხედავად იმისა, რომ მემორანდუმი გაფორმდა გარკვეული პერიოდის წინ, მიდიოდა მოსამზადებელი სამუშაო დეტალების დასადგენად, დასახვეწად და ახლა პირველად ხდება ამის გამოცხადება, ეს არის პირველი შესაძლებლობა. სწავლის საფასურის ელემენტი როგორ არის და თუ იმოქმედებს აქ რაიმე ტიპის ან შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო სისტემა მსგავსი? სწავლის საფასური არის 1 წელი 2250 შვეიცარიული ფრანკი, ეს არის სწავლის ღირებულება. ამაში შედის უშუალოდ სწავლის ღირებულება, არ შედის დამატებითი დაბინავება ან სხვა დამატებითი ხარჯები. გასაგებია. ეს ძალიან კარგი სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენთან გარდა იმისა, რომ თუნდაც ბაკალავრიატის მიმართულებით გაქვთ სურვილი და მოწადნება და ცენტრის თქვენც აღნიშნეთ, რომ და ერთ-ერთი მთავარი მისია არის სამწუხაროდ ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ფრიად საჭირო პროფესიული მიმართულებით მომავალი სტუდენტების მოზიდვა, ერთია მათი საბაკალავრო სისტემაში მოსვლა და შემდეგ უკვე მაგისტრატურის დონე მით უმეტეს თუ ჩვენ გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარება გვჭირდება ამ ყველაფრისა, რაც უფრო მაღალი ცოდნით და ინტელექტით აღჭურვილი ადამიანები იქნებიან ამ მიმართულების სათავეში, გარანტიაც მეტი გვაქვს, რომ სასურველი შედეგები გვექნება. რას ატყობთ, რამდენად მაღალია ინტერესი, თქვათ, ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ალბათ არც ისე ალბათ შეიძლება ვწდები და იმედი მაქვს, კარგი იქნება თუ ვწდები, რომ არც ისე ტოტალურად არის ინიციატივა მაგისტრატურა დამთავრებულების მხრიდან, რომ მაინც და მაინც გარემოს დაცვითი მიმართულებით წავიდნენ მაგისტრატურაზე უკვე ბაკალავრიატ დამთავრებულები. აი აქ რამდენად ატყობთ ინტერესს და რა შეგიძლიათ უთხრათ იმ ადამიანებს, ვინც თქვათ ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზეა ახლა წელს ამთავრებს
ფიქრობს რაღაცაზე შეიძლება ყური მოკრას და რა შეგიძლიათ უთხრათ რა უნდა იყოს ის თავარი ფაქტორი რის გამოც შეიძლება დაინტერესდეს ამ მიმართულებაზე მაგისტრატურის დონეზე განათლების მიღების კუთხით. ზოგადად აგრარული და გარემოსდაცვითი პროფესიები არის დეფიციტური პროფესიები საქართველოში და გარკვეულწილად არა მარტო საქართველოში, ევროპის ქვეყნებშიც, ასევე და მთელ მსოფლიოში. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ამ პროფესიებზე არის მოთხოვნა სამუშაო ბაზარზე. დეფიციტია კვალიფიციური კადრების. ანუ არის რეალურად სამუშაო ადგილები, მაგრამ ამ სამუშაო ადგილებზე არ არის საკმარისი რაოდენობა ადამიანების, ვინც იმუშავებდა. მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება ასეთ ტიპის სპეციალისტების. რაც ელემენტარულად იმას ნიშნავს პირველ რიგში, რომ დიდია იმისი ალბათობა, რომ ამ სპეციალობის ადამიანები დასაქმებულები იქნებიან, წარმატებულები იქნებიან, თვითრეალიზაციას შეძლებენ და არ ექნებათ თუნდაც სამუშაოს ზებნის პრობლემა. გასაგებია, ჩვენ საერთოდ რო ბევრი არ გვაქვს, მაგრამ ამ დარჩენილ რამდენიმე წუთში თუ შეგიძლიათ გითხრათ სამომავლო გეგმების ჭრილში ერთი იგივე მაგისტრატურის მიმართულებით ხო არ ფიქრობთ არ განიხილება სხვა უმაღლეს სასწავლებელთან კომუნიკაციის შესაძლებლობაც და მეორე თქვენთან არაერთი პროექტი მიმდინარეობს რომელიც პროფესიულად ცოდნის და უნარების ამაღლებას ემსახურება თუნდაც იგივე აი ნარჩენების მართვის მიმართულებით და სხვა ლოკალური პროექტები პროფესიული სასწავლებლებში საერთაშორისო გამოცდილების მეტად გაზიარების თვალსაზრისით ხომ არა გაქვთ რაიმე ტიპის გეგმა ვაერთიანებ ამ ორ კითხვას. ეცდები გიპასუხოთ. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საქართველოში პროფესიულ კოლეჯებთან აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით, ანუ იმ კოლეჯებთან, რომლებსაც აქვთ გარემოსდაცვითი და აგრარული სპეციალობები. გვაქვს ბევრ ასეთ კოლეჯთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმებული. ასევე გვაქვს ძალიან აქტიური და მზარდი ურთიერთობა ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოში არსებობს და რომელსაც აქვს ერთობლივი პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით და ასევე რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ აქვთ პროექტები აგრარული სპეციალობების მიმართულებით, მაგალითად, ახლა გაზაფხულზე მათ ჰქონდათ სურვილი ჩამოიყვანათ ვეტერინარული მედიცინის მიმართულებით ექსპერტები, ტრენერები და ჩვენ დავაკავშირეთ ეს უნივერსიტეტი პროფესიულ კოლეჯებთან, რომლებსაც ჰქონდათ ვეტერინარული მედიცინის მიმართულებით სასწავლო კურსები, რათა მომხდარიყო პედაგოგების გადამზადება ამ მიმართულებით. ეს ახლა განხილვის და განვითარების ეტაპზეა ეს პროექტი. ჩვენ გეგმავთ და დიდი სურვილი გვაქვს და ასევე არის ეს სურვილი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხრიდან, რომ სხვადასხვა აგრარული სპეციალობების მიმართულებით ჩამოიყვანონ ექსპერტები, მოხდეს დაკავშირება პროფესიულ კოლეჯებთან და მოხდეს პედაგოგებთან დისკუსიები, გადამზადება პედაგოგების აგრარული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება. გასაგებია და მაგისტრატურის მიმართულებით ხედავთ თუ არა პერსპექტივას, რომ კიდე სხვა უნივერსიტეტებთან გქონდეთ? ჩვენ აქტიურად მუშაობთ ევროპის ბევრ უნივერსიტეტთან, ვამყარებთ კონტაქტს, ვიძიებთ ინფორმაციას. და არა მაგისტრატურას რატომაც არა ბაკალავრიატის და მაგისტრატურას ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მოვიძიოთ, რაც შეიძლება ბევრი შესაძლებლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით განათლების შესახებ სხვადასხვა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში გვაქვს ვამყარებთ მათთან კონტაქტს, ვიძიებთ პროგრამებს, რომლებიც ამ მიმართულებით არის და გვაქვს სურვილი, რომ ვიყოთ შემაკავშირებელი ხიდი ევროპულ განათლებასა და ქართულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს შორის. ჩამოვიტანოთ ეს პროგრამები საქართველოში, გაუზიაროთ ეს ინფორმაცია, დავაკავშიროთ ქართული უნივერსიტეტები, რათა მოხდეს ერთობლივი პროგრამები, გაცვლითი პროგრამები, სტუდენტების მცირევადიანი თუ გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ. ეს მიზნად ისახავს ისევ და ისევ დეფიციტური პროფესიების მეტპოპულარიზაციას, რადგან თავისთავად ყოველთვის მიმზიდველია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო განათლების და საზღვარგარეთ განათლების გაგრძელების შესაძლებლობა და ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი ესეთი შესაძლებლობა შევუქმნათ ჩვენ სტუდენტებს.
რაც შეიძლება მეტად მივიზიდოთ აგრარულ და გარემოსდაცვით პროფესიებზე ახალგაზრდები. გასაგებია. მადლობა და წარმატებას გისურვებთ, იმიტომ რომ ერთის მხრივ თქვენ ხართ გარემოსდაცვისა და აგრარული მიმართულების დამფარავი სამინისტროს ერთ-ერთი საგანმანათლებლო ცენტრი და ჩვენ გვაქვს ცალკე განათლების სამინისტრო განათლების სისტემა და თითქოს ეს მათი საქმეა, მაგრამ თქვენი პროფესიული ჩართულობა რომ ამ მიმართულების საგნები მეტად მოექცეს ინტერესის სფეროში მომავალი სტუდენტებისა და ახალგაზრდებისა, თქვენი კონცეფცია, თქვენი ცენტრისა, ვფიქრობ რომ ნიშნულოვანია და ამ მიმართულებით ყველანაირ მხარდაჭერას გიცხადებ და წარმატებას გისურვებთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი პროფესიულ დონეზე, მაღალ პროფესიულ დონეზე მოახერხებს და იქნება იმ სისტემის და წამყვანი რგოლის წარმომადგენელი საქართველოში, რასაც ერთის მხრივ გარემოსდაცვა და მეორეს მხრივ აგრარული მიმართულება ჰქვია, მით უმეტეს რა მნიშვნელობა და ღირებულება გააჩნია ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნისთვის გასაგებია. აქედან გამომდინარე, წარმატებას გისურვებთ და მით უმეტეს საერთაშორისო გამოცდილების, საერთაშორისო სტანდარტების ჩვენთან განვითარება და დამკვიდრება ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ამ რეალობის ქვეშ და თანამედროვე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ბაზე დაფუძნებული სწავლის განვითარებაზე ვიქნებით ორიენტირებული და ეს არ იქნება რაღაცა აბსტრაქტული, არამედ იქნება რეალური, პრაქტიკული მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მით უმეტეს კლიმატის ცვლილების ამ რეალობის ფონზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ.